დილმშვიდობის კომპლიმენტებით დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. თავი ვერ შევიკავეთ. ძალიან ლამაზად გამოიყურებით. აი ასე. მე მგონი ესეც ბედნიერება და სიამოვნებაა იცი, როდესაც ენერგეტიკის გაცვლა გამოსვლა. კი ბატონო და შენ თავადაც იღებ ამ ყველაფერს. დავბრუნდით სტუმართან ერთად პირდაპირ ეთერში. ნათია უტიაშვილი, ფსიქოკონსულტანტი არის ჩვენთან სტუმრად დილის პალიტრაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თავიდან მეაღვნიშნოთ, რომ დიდი თემა და ცოტა დრო გვაქვს. მოდი დავიწყოთ მაშინ პირდაპირ, ხო? რა არის სიამოვნება და როგორ უნდა მივიღოთ ცხოვრებით სიამოვნება? ხო, ძალიან ისეთი თემაა, მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა და სანამ უშუალოდ მაგაზე გადავართ, მინდა სიყვარულის დღე მოგილოცოთ. მთელი ცხოვრება სიყვარულში გეცხოვროთ და რაც თავარია პირველი, ალბათ ნებისმიერი თემა მიდის იქამდე, რომ დავიწყოთ საკუთარი თავის სიყვარულით. ნამდვილად. თუ ეს სიყვარული არ არის ტოქსიკური. აქ რაღაც არაფერი პირადული უბრალოდ. ხო, მან მაგ თემაზე შეგვიძლია რა თქმა უნდა ცოტა ვისაუბროთ, ჩავშალოთ და მოკლედ აი სიამოვნება, ხო ცხოვრება როგორც სიამოვნება, ხო აი ასე ქვია ჩვენს თემას და ზოგადად ბევრი ეხლა რო თქვენც რო კითხოთ, აი რა არის სიამოვნება, ხო? მაგალითად შეიძლება ზუსტად ვერ მითხრათ, გაგიჭირდეთ, ან შეიძლება პირდაპირ ზუსტად იცით, რომ რა არის სიამოვნება, ხო? ვიღაცისთვის მაგალითად აი მე დავსვი, როდესაც ამ თემაზე დავიწყე მუშაობა, მე ჩემ ვორქშოპს ვაპირებ და დავსვი ეს კითხვა და ჩემი მეგობრები ახლობები დაფიქრდნენ და აი ნეტავ რამი და ნეტავ რამი ხარი, ანუ ძალიან რთულია ესე და კონკრეტო. მარტო დილით წყნარად მშვიდად ერთი ფინჯანი ყავის დალევაც კი შეიძლება იყოს ჩემთვის სიამოვნება. ძალიან კარგი. მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მიპოვოთ სიამოვნება, იმიტომ რომ ადამიანები სულ რაღაც მიზნისკენ ვისწრაფვით და ამას დასაწყისში ვამბობდი და გვავიწყდება აქ და ახლა იმის აღქმა და სიამოვნების მიღება, რაც აი ამ მომენტში გვეძლევა და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, ზუსტად ეგ არის, რომ აი ჩვენ როგორ აღვიქვამთ ცხოვრებას. ანუ ის კი არის მარტო ლამაზი დღეები, ლამაზი მომენტები, რა თქმა უნდა, სიამოვნება არის, მაგრამ ამაზე არ უნდა კონცენტრირდეთ, მხოლოდ ანუ როგორ აღვიქვამთ ცხოვრებას, რა არის ის ჩვენი პატარა სიამოვნებები. ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს, რომ სამსახურში დაუშვათ რაღაცა პრობლემები მაქვს და ეხლა რა დროს სიამოვნებაა, დაუშვათ რაღაც ფულს ვიშოვი და მერე წავალ სამოგზაუროთ და აი ეს მოლოდინის ეტაპი, სულ მოლოდინი და ის პატარა სიამოვნებები, რომელიც აქვე არის და ახლა არის, გვეპარება ადამიანს და ის მოლოდინი შეიძლება საერთოდ აღარ შეიქმნას და საერთოდ აღარ მოხდეს. ან შეიძლება მოხდეს როგორი ეფექტი აქვს, იცი, მაგალითად მინდა მანქანის ყიდვა და მთელი ცხოვრება ვიძახე რა, აი მანქანას ვიყიდი და ვარ ბედნიერი. მანქანას ვიყიდი, ორი თვე ვარ ზუსტად ბედნიერი და იმიტომ რომ ადამიანს ტვინს არ შეუძლია მუდმივად ემოციებში იყოს. ჭირდება ახალი მოტივაცია, ჭირდება ახალი სიამოვნება, ჭირდება ახალი ბედნიერება. შესაბამისად, ამაზე მუდმივად კონცენტრირება, რომ აი რაღაცა მერე იქნება, მომავალში იქნება, ან წარსულში რაღაცა ეს ვერ გავაკეთე, აი აქ ყოფნის, აი რა ძალიან კარგად თქვი რა, აქ ყოფნის, რომ ჩვენ ვართ აი ახლა, აქ მე ვზივარ აი აქ. ამ წუთას ძალიან სიამოვნებს აკყოფნა, იმიტომ რომ ისეთი გარემოთი დამხვდით, ისეთ გაღიმებულები პოზიტიურად და მე ამ წუთას რო ვზივარ აი აქ, ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას, მაგრამ მე ხო შეიძლება აქ რაღაცას გაეფუჭები და მე ფიქრა რომ აუ რა არის, როგორ არის, რა მოხდება, ანუ ძალიან ბევრი ფიქრი შემოდის. პრობლემებზე იფიქრო, ან თქვა სამომავლო პრობლემებზე ფიქრობ და მომენტი გარბის ხელიდან ამ დროს. ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ დავიჭიროთ ის მომენტი და საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ აი მადლიერების გზნობა ამ შემთხვევაში რა. როდესაც რაღაცა გააქვს და რაღაცას იღებ, აუცილებელია ამ დროს გამოხატო მადლიერება და სწორედ სიამოვნება ქმნის მადლიერებას. მადლიერება კი არ ქმნის სიამოვნებას. აი ამაზე ძალიან კარგია რომ დავფიქრდეთ რა. აი თვითონ მადლიერება გვაძლევს სიამოვნებას. არა მარტო სამყაროს მიმართ, საკუთარი თავის მიმართაც. ზუსტად. გუშინ საუბრობდი ზუსტად ჩემ დასთან, რომ ხშირად ადამიანები რაღაცნაირად შესაძლოა მადლიერები ვიყოთ, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ ვქონდეს, რისთვის ვართ მადლიერები. აი ეს რა ფენომენია? იცი რა, მაგ დროსაც ჯერ კარგია რომ ვართ მადლიერები, ანუ ეგ უკვე პოზიტიური გზნობაა, ხო და არა ვართ ნეგატივზე ორიენტირებული. მერე თუ მაინც და მაინც ძალიან გვაინტერესებს რისთვის ვართ მადლიერი, შეგვიძლია საკუთარ თავთან შინაგანი დიალოგი. აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ თავთან დარჩა კითხო, რისთვის ვარ მადლიერი, ნეტავ აი ამისთვის ხარ მადლიერი ვარ, ამისთვის რეალურად ამის გამო რეალურად ვარ თუ არა ბედნიერი. ხო, ეგ შეიძლება. კი, ანუ საკუთარ თავთან არის დიალოგი, ამაზე
ვერავინ ვერ გაგცემთ პასუხს, ხო, სიტყვაზე. შეიძლება მეგობარს გაუზიაროთ, ძალიან კარგი ახლობელს, ფსიქოთერაპევტთანაც მიხვიდეთ, მაგრამ მზა პასუხს აქ ვერავინ ვერ მოგცემთ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან დიალოგი და როგორ, აი მაგალითად მე თუ დავიწყე დილა, რომ არაფერი გამომივა, მე ამას ვერ გავაკეთებ, მე ეს არ შემიძლია, მე ვერ ვიქნები ბედნიერი, ვერ მივიღებ სიამოვნებას. ნახე, უკვე ჩვენ შეზღუდვის ეფექტი მოვიდა. მართლა ვერ ვიქნებით ბედნიერი, მართლა ვერ მივიღებთ სიამოვნებას, მაგრამ თუ მე ახლა ვიტყვი, იცი რა, მე მივდივარ ახლა პარიტრის ეთერში და მე უნდა მივიღო იქ სიამოვნება. ან მე გადავწყვიტე, რომ დღეს მე მინდა რომ ვიყო ბედნიერი. მორჩა უკვე, მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და როდესაც გადაწყვეტილებას იღებ, ტვინს აძლევ დავალებას, ტვინი არის ძალიან ისე მარტივად, ჩვენს დავალებებს პირდაპირ იგებს, ასრულებს და გვიგზავნის მე. და ეს გამომუშავებადია სხვათა შორის. თუ ამას ხშირად გააკეთებ რაღაცნაირად, ორგანიზმი და ტვინი თავად გაძლევს ამის საშუალებას, საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, ამას ისე არ ვლაპარაკობ და ბევრად მარტივი, მსუბუქი და კარგია ცხოვრება, როდესაც ცირედით ტკბობა შეგიძლია ადამიანს, შენ თქმის არ იყოს ერთი ფინჯანი ყავითაც თუნდაც. ხო, აი გარი პატარ-პატარა რიტუალები ქვია მაგას და პატარ-პატარა რიტუალებით შეგვიძლია რომ მივიდეთ იქამდე რომ აი ეს გავივარჯიშოთ, სიამოვნებას გავარჯიშება, როგორც თქვი, შეუძლია გავარჯიშო, ჩვევად აქცია, იმიტომ რომ აი დავუშვათ დილით რა სიამოვნებს, აი ყავა რო თქვი, ხო? მეც ბოლო პერიოდში დავაფიქსირე, რომ ძალიან სიამოვნებს დილით ყავის დალევა და ყველაფერს ვაკეთებ, რომ აი 10 წუთი გავიხარით, რომ ლამაზი ფინჯანით, ან თუნდაც არ იყოს ლამაზი, მაგრამ შენ გიყვარდეს. შენთვის შენ თავს უთმობ დროს. აქ მაინც თავარია ის რომ აქ რაზე მივდივართ, იცი, ეხა აქ მე როზი ვარ, აქ როს ხედავთ, ხო? მაინც ჩვენ თავს უთმობ დროს. ანუ ჩვენ თვითსრუნვა გვაქვს ჩართული ყავაზეც, ხო? აი ჩემი თავისთვის ვარ და ყველაზე მეტად ადამიანს ის ჩვენ შინაგან ბავშვს რა ჭირდება, ზრუნვა სჭირდება, სიხარული, პოზიტივი სჭირდება და როდესაც ამაზე ფიქრობ და ამას აკეთებ, მე ბედნიერიც ხარ, სიამოვნებასაც იღებ და პატარ-პატარა რაღაცა დეტალებისგან იღებ ტკბობას და ასევე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ვიყოთ ჩვენი თავით ამაყების, მაგრამ ეს სიამაყე რა თქმა უნდა ამ პარტავნებაში და რაღაც ხო არ უნდა გადაიჭრას და როდესაც ჩვენი ძალიან პატარა მიღწევებით ელემენტარულად კმაყოფილები ვიქნებით, ეს უკვე განაპირობებს იმას, რომ ხო, ბედნიერებიც ვიყოთ და რაღაცნაირად ცხოვრებისგან სიტკბო და სიხარულიც მივიღოთ. კი, აი ეს ძალიან მარტივად შეიძლება ვფიქრობ სტრესის მართვა, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება მაგალითად ოჯახში ძალიან ხშირად ვიღებ საყვედურს, რომ როდესაც რაღაც ძალიან მიხარია და იმ მომენტში ბჭყალებში ვარ აშიტირებული, აი რაღაცა ის მომენტია ხოლმე რა, რომ ანუ ერთი დღით ცხოვრობ და მერე ხვალ რა იქნება არ განაღლებს და იმ მომენტში ხარ ბედნიერი. ბევრი ცინომერე ტირილი მოყვება. არა, იმ მომენტში არ მე მაქვს ეს გამომუშავებული, იმ მომენტში იმ კონკრეტული ფაქტით ვარ ბედნიერი, იავარდის მოფენილი ცხოვრება არავის არ გვაქვს და პრობლემების მეტი რა არის, მაგრამ დღეს არ ვფიქრობ ხვალინდელ პრობლემაზე და მე მგონია რომ ეს ჩემი უპირატესობა, მაგრამ შეიძლება ამაზე მეჩვენებია. ხო, დავარია ეს ჩხუბი როგორ მოხდება შენზე. ეს თუ ეგ მაგას არ ხომ თუ ეგეც არ მაინტერესებს. ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბარცა ხო აქვს ნახე მაგალითად მე რომ რაღაცის გაკეთება მინდა სიტყვაზე ხო აი ხო ვარ აი ამ მომენტში აი აქ ვზივარ და ვლაპარაკობ საერთოდ არ ვიცი 2 წუთის შემდეგ რა მოხდება რას გააკეთებთ რას მკითხავთ ხო სიტყვაზე ან მე რას გავაკეთებ წარსულში რაც იყო ვერც იმაზე ვერ ავიღებ პასუხისგებლობას ანუ მე პასუხისგებელი ვარ ანუ ცხოვრება არის ეხლა აქ აი ამ სიტყვებში რომ ვლაპარაკობ იმიტომ რომ ზუსტად მართლა არ ვიცი 2 წუთის მერე რა იქნება და აი გარის სიამოვნებას რომ გვიკლავს რა იმიტომ რომ მოლოდინი ნახე რაღაცა სიამოვნება გონიათ ფუფუნება და სიამოვნება ფუფუნება არ არის როგორც ჭირდება ნებისმიერ საკითხს და დაგეგმა სიამოვნებასაც ჭირდება დაგეგმა და იმხელა ენერგიას გაძლევს და ისეთი мотиваცია რომ პირიქით წყარო შეიძლება გახდეს ყველაფრის მაგრამ ნახე ჩვენ როგორ ვართ პასუხისგებლობები ვალდებულებები არას თქმა არ ვიცით ხო რაღაც ეს კარგი გოგოს სინდრომი რომელიც ჩვენს აღსდაჟიც არის ჩადებული და ხო სამწუხაროდ აი ვალდებულებები ნახე აი მაგაზეც შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა საკუთარი თავის აი სუსტი და ძლიერი მხარეები მივიღოთ გავაანალიზოთ შევიყვაროთ თავიდან ბოლომდე შევაჯამოთ იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვჭირდება სწორედ ეს პუნქტებად ხო ჩამოვთვალოთ როგორ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღოთ უპირველეს ყოვლისა რაღაცნაირად ვისწავლოთ რომ პატარა დეტალებით დავუტკბეთ იმიტომ რომ პატარა დეტალებით ტკბობა მერე მიდის იმ დიდ რაღაცასთან და მერე უფრო მეტი სიამოვნება მოდის და უფრო ბედნიერება პლუს თვით დიალოგი შინაგანი დიალოგი და
რაღაცნაირად გადმოვერთოთ ნეგატიურიდან პოზიტიურს. აი როგორც გუშინ შექება საკუთარი თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა დილით რო სარკეში ჩავიხედოთ და საკუთარ თავს რო უთხრათ რა ლამაზი ხარ, რა ჭკვიანი ხარ, მოდი კარგ დღეს გისურვებ. აი ამაზე კარგი რა არის? ხო ყველანაირად დამუხტულები, ანუ საკუთარ თავს თუ მივიღებთ, საკუთარ თავის თუ კითხავთ რა სურვილები გვაქვს, უფრო მარტივია მე სიამოვნების მიღება. იმიტომ რომ შეიძლება ვიცოდეთ, ანუ დედას რა უნდა, მამას რა უნდა, შვილს რა უნდა და ჩვენ რა გვინდა ეს არ ვიცოდეთ. პლუს კიდევ არის ძალიან კარგი მადლიერების, ხო? აი ჩამოწერა ალბათ გეცოდინებათ და იცით, რა აი ხო ყოველ დღე მადლიერებად ასევე რა შეგიძლიათ იცით დაწეროთ, ყოველ დღე დაუშვათ აი 3 ადამიანი, ვისთანაც გაატარეთ დრო. აი ყველაზე დიდი დრო და მოდი მე დაფიქრდით, რომ ამ 3 ადამიანთან რომ გაატარეთ დრო, ნეგატივი უფრო მეტი იყო თუ პოზიტივი? ენერგია წაიღო თუ ენერგია დაიცაოს. სამაგიეროდ ნახე შენ თავზე იწყებ ზრუნვას. და შეიძლება ოჯახის წევრებიც კი გაფილტროს ერთად. ხო, არა, ნახე მე იწყებ, აი როგორც თვითმოგდები. ხო, მე ურთიერთ ნახე რომ სულ ვამბობთ მაგას, რომ როდესაც შენში იწყებ ცვლილებას, შენ ცვლი რაღაცებს და საკუთარი მე გამოყავს წინაპლაზე, რა თქმა უნდა, ჯანსაღად, როგორც თქვით და იწყებ ზრუნვას, მე გარემოც, რომელიც შენთვის ძვირფასია და მისთვის ძვირფასი ხარ, ისიც იწყებს შეცვლას. გამორიცხულია, რომ შენ რო რაღაცა ცვლილებას იწყებ, გარემომაც არ დაიწყო შეცვლა და ვინც ახლა ჩვენი ცხოვრებიდან წასასვლელია და ტოქსიკურ ურთიერთობაში და ნეგატივში ვარ, ისინი ნელ-ნელა მაინც ან ისინი მიდიან, ან ჩვენ მივდივართ და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ მქონდეს ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი ურთიერთობები და ვიცხოვროთ საკუთარი თავისა და სხვების სიყვარულში. ხელთხელი რეკომენდაციები მაყურებელს იმისთვის, რომ განთავისუფლდეს სტრესისგან, უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და დაიჭირეთ მომენტი აქ და ახლა და მიხვდებით რა მარტივია იცხოვროთ უფრო მშვიდად, წყნარად და სტრესის გარეშე. დრო აღარ გრჩება, თორემ ძალიან ბევრს ვაპარაკებთ. კიდევ მაყურებელს შევაცვლებ. კეთი, ნაცია, ბოდიში კაცო, ნაცია უტიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და საუბრობდით როგორ მივიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება. ცხოვრება როგორც სიამოვნება და როგორ მივიღოთ მეტი სიამოვნებები ცხოვრებისგან. თურმე ძალიან მარტივად. დასაწყისისთვის შეგვიძლია ძალიან მარტივად ვაკეთოთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს რომ იყო მთელი 2 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად და ვფიქრობ რომ ესეთი ხალისიანი მსუბუქი დღე და დილა ვაჩუქეთ ჩვენს მაყურებელს თაკო და გამოგვივიდა ეს ამბავი. და მოვაცავთ მაყურებელს კიდევ ერთხელ 14 თებერვალს სიყვარულის დღეს გილოცავთ თქვენს და ბედნიერ პარასკევს გისურვებთ.